მოგესალმებით, ეთერშია ქრონიკა 5-ზე, მე ვარლამ ციკლაური ვარ, გამოშვებაში თქვენ ნახავთ. კაიროს გენერალური მდივანი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს თანამდებობებზე დანიშნას ულოცავს. როგორც ცდილობენ რადიკალები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის მანდატი შეზღუდონ. საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას ულოცავს კაიროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში. მის ალო წერილში წერია, რომ საქართველოს გაერთიანებული ერების ღირებული პარტნიორია. გენერალური მდივანი ელის თანამშრომლობის გაღრმავება საერთო მიზნების მისაღწევად. თქვენო აღმატებულებო, მინდა მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება. გაერთიანებული ერების ღირებული პარტნიორია საქართველო და მოუთმენლადველი ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას საერთო მიზნების მისაღწევად. ერთად შეგვიძლია გავაძლიეროთ 2030 წლის დღის წესრიგში და მომავლის პაქტში ასახული პრინციპები და იმავდროულად ვიმუშაოთ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობაზე, ადამიანის უფლებების პატივისცემაზე. ვემხრობი ამ მიზნებისადმი ერთგულების განახლების იდეას გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით. წარმატებებს გისურვებთ თქვენი მოვალეობის შესრულებაში. თქვენო აღმატებულებო, გთხოვთ მიიღოთ თქვენ და ჩემი უდიდესი პატივისცემის დასტური. ანტონიო გუტიერეში პრემიერ-მინისტრად დანიშნას ულოცავს ირაკლი კობახიძეს. წერილში აღნიშნულია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავებას. კაიროს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობასა და ხალხს შეუძლია გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და საქართველოს თემატიკაზე მომუშავე გუნდის მუდმივი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. მინდა მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშნა. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავებას 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების დღის წესრიგისა და მომავლის პაქტის მიზნების მიღწევაში. რეგიონალური მშვიდობა და უსაფრთხოების გამტკიცება რჩება პრიორიტეტად, განსაკუთრებით გაეროს მხარდაჭერით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისთვის. ვემხრობი ყველა ძალისხმევას მშვიდობიანი დიალოგის ხელშეწყობისთვის, სამართლის უზენაესობის დაცვისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, მოგიწოდებთ კვლავ გააგრძელოთ გენდერული თანასწორობის პრიორიტეტად მიჩნევა თქვენს მთავრობაში და ხელმძღვანელ თანამდებობებზე. საქართველოს მთავრობასა და ხალხს შეუძლია გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და საქართველოს თემატიკაზე მომუშავე გუნდის მუდმივი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, რადგან ერთად ვმუშაობთ ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად. თქვენო აღმატებულებო, გთხოვთ მიიღოთ თქვენ და ჩემი უდიდესი პატივისცემის დასტური. რადიკალური ოპოზიცია ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს განაგრძობს. ზუსტად 2 დღეში 27 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ზამთრის სესიაზე შეიკრიბება. დღის წესრიგშია საქართველოსთან დაკავშირებული საკითხი. ცნობილია, რომ რადიკალები ცდილობენ ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატი შეზღუდონ. სტრასბურგში ქართული დელეგაცია შეხვედრებს თია წულუკიანის ხელმძღვანელობით გამართავს. მრავალი წელია, რაც საქართველო არის ევროსაბჭოს ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი და ჩვენ ყოველთვის ვიყავით ძალიან კარგი პარტნიორები ამ ორგანიზაციის. ჩვენ ახლაც დათქმულ დროს, როდესაც იხსნება ზამთრის სესია, მივემგზავრებით სტრასბურგში, ჩვენი ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაცია და რა თქმა უნდა გვექნება გამოსვლაც ასამბლეის წინაშე, სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შევხვდებით და ფიქრობ იქნება განხილული ის წერილიც, რომელიც ქართულმა ოპოზიციამ მისთვის ჩვეული ექსტრემისტული ტონით გაგზავნა სტრასბურგში და ითხოვენ იმას, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია არ იქნეს ასამბლეაზე დაშვებული და გაირიცხოს. რა თქმა უნდა, ჩვენ მოველით, როდესაც მოლოდინებზეა საუბარი, ფაქტებზე დაფუძნებულ დისკუსიას და არა აღქმებზე საუბარს, ვინაიდან ფაქტები მოწმობს ერთს, რომ ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა ამ არჩევნებში, რომ ყველა ის დეპუტატი, რომელიც მიემგზავრება სტრასბურგში, არის
ლეგიტიმურად დემოკრატიული არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის წევრი, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი აპირებს ასევე სტრასბურგში ვიზიტს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ უარი აქვთ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტში შემოსვლაზე და ეს ფაქტი განაპირობებს იმას, რომ მათ არ შეეძლებათ საპარლამენტო ასამბლეის ხდომებში მონაწილეობა. ჩვენ გვახსოვს ჯერ კიდევ ვიზა ლიბერალიზაციის მოპოვების დროს როგორ დადიოდნენ ბრიუსელში და არ წმუნებდნენ, ცდილობდნენ და არ წმუნებინათ ევროპელი მაღალჩინოსნები, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ვიზო მიმოსვლის რეჟიმს არ იმსახურებდა. ისინი ასევე ანტისახელმწიფოებრივად ცდილობდნენ, რომ ასოცირების შეთანხმებას არ ყოფილიყო გაფორმებული საქართველოს მხრიდან და ახლა მორიგჯერ ცდილობენ, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ვერ მიიღოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობა. თუმცა ჩვენ მხარეს არის ფაქტები და ეს ფაქტები მოწმობს ერთს, რომ საქართველოში შედგა არჩევნები, ეს დაადასტურა ეუთოდირმაც და თუ კი განხილვა შედგება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ფაქტებს წარმოადგენთ დეტალურად. მოღალატეობრივი და მონური ფსიქოლოგიის კიდევ ერთი გამოხატულება, წერილი, რომლითაც ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერები და რეალურად ამ ქვეყნის ღალატში არაერთხელ მხირებულები, ამ ქვეყნის ინტერესების მომავლის წინაშე ბრალდებულები ადამიანები მიმართავენ არაერთხელ, როგორც წარსულში უკვე აწყოშიც მიმართავენ ხოლმე სხვადასხვა თანამდებობის პირს, იქნება თუ ორგანიზაციას, ისევ და ისევ რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ, ისევ და ისევ რომ გააშავონ ჩვენი ქვეყნის სახელი და ეხლა სხვა არაფერი არ არის თუ არა ესეთივე მოღალატეობრივი და სერგოორჯონიკისეული წერილი, რომლის შინაარსი აბსოლუტურად დაცლილი არის ყველანაირი ფაქტის და მხოლოდ და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ კიდევ ერთი ნიუსი გაჩნდეს მათ ტელევიზიებში. ეს ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ ხელებით მართული მარიონეტები არიან რეალურად იმ ძალების მიერ, რომლებსაც აქვს უზარმაზარი გავლენა და განსაკუთრებული გავლენებით სარგებლობენ ეხლა სამწუხაროდ ევროპაში. მართლ გუნდში ამბობენ, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ხაზარაძე ჯაფარიძის მსგავსად საკუთარი დანაშაულებისათვის კუთვნილი პასუხისმგებლობისაგან თავის ასარიდებლად თავს პოლიტიკას აფარებს. ქართული ოცნების წევრები იმედოვნებენ, რომ სამართლიანი სასამართლო საქმის ირგვლივ არსებულ ყველა შეკითხვას პასუხს გასცემს. სამწუხაროდ არსებობენ გარკვეული ადამიანები, რომლებმაც იფიქრეს, რომ პოლიტიკა შესაძლებელია იყოს ინდულგენცია და პოლიტიკაში თავის შეფარებით შესაძლებელია რომ გადაურჩნენ სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას და ეს არ არის ერთი და ორი შემთხვევა, მაგალითად ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ბატონი ხაზარაძის, ბატონი ჯაფარიძის მოქმედებები, როდესაც მათ პოლიტიკური პარტია შექმნეს მხოლოდ იმიტომ, რომ სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობიდან თავი დაეცვა და შემდეგ ეთქვათ, რომ ჩვენს წინააღმდეგ სისხლისამართლებრივი დევნა იმიტომ მიმდინარეობს ჩვენ ვართ პოლიტიკაში. ზუსტად იგივე შემთხვევა არის ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც, რომელიც ბრალდებული არის მძიმე დანაშაულებში და ეხლა იმიტომ რომ გაექცეს პასუხისმგებლობას, გაექცეს სამართლიან სასამართლოს, ყველაფერს აკეთებს რომ პოლიტიკაში იყოს თვითონ ჩართული, მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ადვოკატის განცხადებები, ეს ის ადვოკატია, ყველას კარგად ახსოვს, რომელიც ყოველთვის ცდილობს რომ პოლიტიზირებული გახადოს ხოლმე სისხლისამართლის საქმეები და შემდეგ ამითი როგორმე გადაარჩინოს თავისი დაცვის ქვეშ ყოფი ჯერჯერობით არ გამოსვლია ეს და დარწმუნებული ვართ, რომ სამართლიანი სასამართლო გასცემს ყველა კითხვას პასუხს. ოპოზიციას გეგმა არ აქვს და აკერმანის მეთოდებით გადამზადებულები მაკეინის ინსტიტუტის მიერ წინასწარ შედგენილ გეგმას მიჰყვებიან. ქართულ ოცნებაში მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ამრევები და მსხვერპლზე მეოცნებენი ახლა ეკონომიკური კრიზისის ხელოვნურად შექმნას ცდილობენ, თუმცა მათი უკვე არც საკუთარ ამორჩეველს აღარ შეერა. კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ ნათქვამს, რომ ოპოზიცია გეგმის გარეშეა, ოპოზიციას აქვს გეგმა, რომ ექნება გეგმა. და სწორედ ყოველთვის აქ გამოდიან, რომ ჩვენ მოვა რაღაც X დრო, X დღე დადგება და ამ დღეს აუცილებლად გეგმას გაგასვათ, რომ შემდეგ დადგება ეს X დღე და შემდეგ Y დღეზე საუბრობენ ხოლმე და ეს არის მათი გეგმა და ნარატივი. ეთყობა მესიჯები არ მოსვლიათ. არ ვიცი როგორ კომუნიკაცია აქვს თავიანთ პატრონებთან, მაგრამ ალბათ მესიჯები აგვიანებს, დავალებები აგვიანებს, აქამდე იმას მაინც ახერხებდნენ, რომ რაღაცა შინაარსი შეეძინათ და ეცდებოდნენ ხოლმე რომ საზოგადოება ტყუილს როდესაც შესთავაზებდნენ რაღაცა ცოტა დამაჯერებლობა მაინც ქონდა ამ ტყუილს და ეხლა ამასაც ვერ აკეთებენ. ოპოზიციას გეგმა არ გააჩნია, ოპოზიციის ერთადერთი გეგმა იყო ის მაკეინის ინსტიტუტის გაიდლაინის ინსტრუქციის შესრულება, რომ რამენაერად სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაეყვანათ პროცესები, მაგრამ როგორც კი ჩვენ გავანეიტრალეთ, ჩვენმა სამართალდამცველმა უწყებებმა აქციებიდან ერთ კვირაში ფაქტობრივად ამოიღეს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ოპოზიციური რადიკალური
ოპოზიციური პარტიების ოფისებიდან ის პიროტექნიკა და ის ჭყალებში შეიარაღება, რითიც ისინი იყვნენ შეიარაღებულები. მას შემდეგ ეს აქციები გადავიდა უკვე, ასე ვთქვათ, მშვიდობიანი აქციების რელსზე. საბოლოო ჯამში ამ აქციებზე უკვე ალბათ რამდენიმე დღეში დარჩებიან მხოლოდ ამ რადიკალური ოპოზიციური პარტიების თვითონ პარტაქტივი. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინზე საუბრობენ მმართველ გუნდში თეატრო ლუკიანის განცხადებით ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გზავნილები არის საქართველოში და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იმედის მომცემი. ფაქტია უკვე ის, რომ ახალ პრეზიდენტს ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს უკეთესი გაგება მსოფლიოს რეალობების, ვიდრე ჰქონდა მის წინამორბედს და ამიტომაც ვიმედოვნებთ ჩვენ, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება, რის შესახებ მზაობაც მაღალ დონეზე, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ არაერთხელ გაცხადდა და ეს იმედი ეფუძნება იმას, რომ ახალ პრეზიდენტს აქვს მწვავე აღქმა იმისა, რომ ომი ცუდია, როდესაც ის არაფერს არ ემსახურება, რომ ომი, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს და ამდენი უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა, აუცილებლად უნდა დასრულდეს და რომ არ შეიძლება ახალი კერები, საომარი კერები იხსნებოდეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ეს ასე სურს. ეს რა თქმა უნდა ემთხვევა ჩვენს ხედვას, მშვიდობის და იმ ანტიმილიტარისტულ საქმიანობას, რასაც ქართული ოცნება ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში ეწევა. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ბატონი ტრამპის, ასე ვთქვათ, ღირებულებებით ნაწილში და პოლიტიკურ ნაწილში სრული თანხwebdriver გვაქვს, მას აქვს უამრავი პრობლემა დასალაგებელი, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უკრაინაში ომის დასრულება, იგი გვპირდება, რომ 100 დღის განმავლობაში ამ ყველაფერს მოახერხებს, რაც ავტომატურად აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ვინაიდან გაქრება ის ბინძური ინტერესი, რაც იყო მეორე ფრონტის გახსნის ინტერესი და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ, რა თქმა უნდა, ჩვენი ფრთხილი პოლიტიკა, ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ყველასთან ურთიერთობები დავალაგოთ და რა თქმა უნდა, დღის წესრიგში პირველ რიგში არის ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვა, რაც ავტომატურ რეჟიმში გამოიწვევს ურთიერთობების გადატვირთვას თვითონ ევროკავშირთანაც. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი განათლებისა და კულტურის მინისტრ დავით მორგოშიასთან ერთად ზუგდიდში აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა შეხვედრის მონაწილეებმა განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და აფხაზეთის საჯარო სკოლებში სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს. ჩემთვის ორმაგადმნიშვნელოვანი არის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოღვაწე ჩვენი მასწავლებლების საჭიროებები. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა მინდა თითოეულ მათგანს გადაუხადო იმ ყოველდღიური გმირობისთვის, რასაც ისინი ჩვენი მომავალი თაობისთვის ანხორციელებენ. Გამიხილეთ ყველა ის გამოწვევა, რომელიც არსებობს როგორც ჩვენ საჯარო სკოლებში, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც ვითარება კვლავ მძიმედ რჩება. ეს შეხვედრები კვლავ გაგრძელდება და სწრაფ რეაგირებას მოვახდენთ არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ყოველი წლის დასაწყისში ასეთი შეხვედრები და აფხაზეთის მთავრობამ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ძალიან სწორად აგეგმა. ეს იყო ჩვენთვის მხარდაჭერა. მოგვისმინეს, ჩაინიშნეს და დაგვირდნენ, რომ გაიცნობიან ყველა აღნიშნულ პრობლემას და ეტაპობრივად შეუდგებიან მოგვარებას. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ბაქირში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნო. საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, ამ დროისათვის შენობის შიდა კოსმეტიკური სამუშაოები მიმდინარეობს. ვინახულეთ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი, რომელიც უკვე დასრულების ფაზაშია. აღნიშნული საბავშვო ბაღი გათვლილია 100 აღსაზრდელზე და პროექტის დასრულების შემდგომ ჩვენს პატარა აღსაზრდელებს საშუალება ექნებათ განათლება მიიღონ კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში. აღნიშნული საბავშვო ბაღი სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და მისი დასრულება იგეგმება მიმდინარე წლის თებერვლის თვეში. დღეისათვის 5 ახალი საბავშვო ბაღი შენდება, 5 სოფელში და 3 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაციის პროგრამა ხორციელდება, რაც ჩვენ იმედს გვაძლევს, რომ მიმდინარე წელს ძალიან ბევრი ბავშვი სიღნაღის მუნიციპალიტეტის აი ამ ახალ კომფორტულ და შესანიშნავ სივრცეში მიიღებს განათლებას.
მაია ომიაძე მადრიდში საერთაშორისო მედია და ტურისტული პლატფორმების წარმომადგენლებს შეხვდა. მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმსხვილესი ავიაკომპანიების საერთაშორისო მარკეტინგული დაჯავშნისა და ტურისტული პლატფორმების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა. შეხვედრებზე საქართველოს პოპულარიზაციასა და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საქართველოს აქტიურად იყო წარმოდგენილი ეროვნული სტენდით კერძო კომპანიებთან ერთად. ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჰქონდა ძალიან აქტიური შეხვედრები ისეთ საერთაშორისო მედია პლატფორმებთან, როგორიც არის ექსპედია, ბლუმბერგი, შეხვდით ბრიტანეთის ავიახაზებს, მომავალი ურთიერთობების და მარკეტინგის წლევანდელი წლის მარკეტინგის ერთობლივ დასაგმებ ღონისძიებებთან დაკავშირებით. ასევე ჰქონდა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა, ვიღებდით ჰქონდა საქმიანი შეხვედრები. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ძალიან კარგი შეხვედრა გქონდა. ჩვენ განვიხილეთ თუ რა კუთხით უნდა ვიმუშაოთ, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს ტურისტული მიმართულების ცნობიერების გაზრდას გლობალურად. მიმოვიხილეთ წლის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები და ველოდებით თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე გადასვლას. მოლოდინი გამოფენის შემოწმების ყოველთვის ძალიან დიდი ახობა და ამჯერადაც გამართლა მოლოდინმა, იმიტომ რომ აშკარად მზარდია ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ, როგორც ესპანურენოვანი ბაზრის სხვადასხვა კომპანიების მხრიდან, ასევე სხვა ქვეყნების კომპანიების მხრიდან. საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ პირველ მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილთან ერთად პარა სპორტსმენებთან, მწვრთნელებსა და პარაოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. მინისტრმა პარაათლეტებს 2024 წელს მიღწეული წარმატებებისათვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში პარასპორტის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე. მადლობა გადაუხადე ყველა იმ ტურნირში გამარჯვებისათვის, რომელიც მათ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწიეს. ამავე დროს სპორტსმენებთან და ფედერაციასთან ერთად ვიმსჯელეთ მომავალში თუ რა პროექტები უნდა გახორციელდეს იმისათვის, რომ პარასპორტი უფრო პოპულარული და უფრო წარმატებული გამოჩნდეს და კიდევ ერთხელ დაუდასტურეს სამინისტროს ხარდაჭერა მათ. 2025 წელი ჩვენთვის არის ამბიციური, ვინაიდან ამ ხარდაჭერას და იმ შედეგებს, რომელიც 2024 წელს დავდეთ, ჭირდება განვითარება და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სახელმწიფოს ესეთი ძლიერი ხარდაჭერა ჩვენი პარაათლეტები 2025 წელს არაერთ მნიშვნელოვან ისტორიას დაწერენ, რითაც ქართული სპორტის თითოეული გულშემატკივარი სამართლიანად იამოყებს. შეხვედრამ ჩაიარა საფუძვლიანად, გეგმები არის გრანდიოზული, ძალიან კმაყოფილი ვართ ამ შეხვედრით და ვეცდებით, რომ ჩვენი შედეგები გავიმეოროთ და გამომჯობესოთ შედეგები და რა ვიცი, ერთობლივი ძალებით მე მგონი ყველაფერი კარგად იქნება. შედგა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა სპორტის მინისტრთან, ვარ ძალიან კმაყოფილი და დარწმუნებული ვარ ყველა პარაათლეტი და დამეთანხმება იმაში, რომ ეს შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ვისაუბრეთ ძალიან ბევრ მომავლის ინვესტიციებზე, ძალიან ბევრ გეგმებზე, რომლებიც აუცილებლად განხორციელდება ჩვენი პროგრესისთვის. ასეთი იყო ახალი ამბები 5-ზე, ყველა სიახლე შეგიძლიათ გაიცნოთ იმედი ნიუს სერვილი ჯიზე. რეკლამის შემდეგ დაიწყება ტრადიციულად საინტერესო დღის ქრონიკა. დროებით.